ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად არაერთხელ დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, იქნებიან თუ არა სანდო საინფორმაციო სააგენტოები იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გადაწყვეტენ და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს სააგენტოებს შორის. ზოგიერთი სააგენტო პირიქით სპეციალურ შემზღუდავ რეგულაციებს აწესებს იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი მათმა თანამშრომლებმა არ გამოიყენონ. სხვები კი პირიქით კარს უღებენ ხელოვნურ ინტელექტს და ცდილობენ, რომ მოერგონ ტექნოლოგიებს. ბოლო პერიოდში კი ინტერნეტში არაერთი ვაკანსია ჩანს, სადაც ითხოვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით საშუალებით იმუშავებენ და ამავდროულად იყო არაერთი ვაკანსია ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც გამოიყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს და სწორედ ასე გამოაქვეყნებდნენ ყოველდღიურ სტატიებს. თუმცა, როგორც არაერთი საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის სიფრთხილე. მაგალითად, Associated Press-მა, ერთ-ერთმა საერთაშორისო სააგენტომ, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მითითებები, სადაც საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და მათი თქმით ისინი ატარებენ ექსპერიმენტს და სურთ უფრო მეტი გაიგონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეიძლება რომ მოერგონ ახალ ტექნოლოგიებს. მათი თქმით მნიშვნელოვანი არის სააგენტოსთვის, რომ მათმა თანამშრომლებმა უფრო მეტი გაიგონ ხელოვნური ინტელექტის შესახებ და უფრო მოირგონ საკუთარ თავზე, რადგან ამ შემთხვევაში მარტივად შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. თუმცა ამავდროულად Associated Press-ი აცხადებს იმასაც, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები არ იყოს გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენონ, თუ თემატურად სწორედ ხელოვნური ინტელექტზე არის საუბარი ამა თუ იმ სტატიაში. და ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Guardian-ი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ გამოიყენოს ჟურნალისტმა ხელოვნური ინტელექტი. პირველ რიგში ისინი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი არის ყველაზე კარგი იქნება, თუ გამოიყენებენ მონაცემების დამუშავებისთვის, მაგალითად ჟურნალისტებს არაერთხელ ძალიან ხშირად უწევთ, რომ დაამუშავონ მაგალითად დიდი კვლევები. სწორედ ამისთვის ხელოვნური ინტელექტი არის კარგი საშუალება, რადგან მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი კვლევების მთავარი მიგნებები მიაწოდოს ჟურნალისტს და ამ ყველაფერში დაზოგავენ ძალიან დიდ დროს. და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სააგენტო, უფრო დიდი საერთაშორისო სააგენტოები ცდილობენ, რომ ფრთხილად იყვნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, არაერთი ადგილობრივი შედარებით პატარა სააგენტოები, რომლებსაც რესურსებიც და ბიუჯეტიც აქვთ შეზღუდული, მათთვის ბევრად უკეთესი არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. მაგალითად, ერთ-ერთი ავსტრალიური გამოცემა News Corp Australia კვირაში 3000 სტატიას ავრცელებს და ისინი არ მალავენ იმას, რომ ამისათვის იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ასევე დიდ ბრიტანეთში Nottinghamshire-ის ადგილობრივმა გაზეთმაც გამოქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინიც აუცილებლად დაიწყებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებით მათ დაწერეს საკუთარ გვერდზე სტატია და მომხმარებლებს საზოგადოებას უხსნიდნენ იმას, თუ როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს. თანდათანობით უკვე არაერთი სააგენტო ერგება ხელოვნური ინტელექტის ახალ მოწყობილობებს, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აცხადებს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის სიფრთხილე და გადამოწმება.